ბოლო პერიოდში მიღებული არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მედიას განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აყენებს. ქართული ოცნება აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს. მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცენზურისა და შემზღუდავი კანონების ფონზე დამოუკიდებელი მედია საქართველოში რთულ ბრძოლას აწარმოებს არსებობისთვის. რუსული კანონის და მეორე შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ფარას კანონის შემთხვევაში ორივე შემთხვევაში ჩვენი მედიისთვის მუშაობა იზღუდება. ამ შემთხვევაში პირველ კანონის შემთხვევაში გარანტირებულია ეს საფრთხე, რომელიც არსებობს ამ კანონით, ეს არის ჯარიმა. მეორე შემთხვევაში მათი ნებასოვრის მიხედვით იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ ორგანიზაციის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციისთვის გრანტის მიღება. შესაბამისად ამ პირობებში ონლაინ მედიის, ნებისმიერი ონლაინ მედიის, რომელიც დამოკიდებულია საერთაშორისო გრანტებზე, რაც უზრუნველყოფს თავისუფალ, ასე ვთქვათ, მაღალი სტანდარტის მედიის არსებობას, ასეთ შემთხვევაში თავისთავად შეიზღუდება ჩვენი ონლაინ მედიის გამოცემის მუშაობა. რეგიონალურ მედიებს ამ აგენტების კანონს არგებენ, ვისაც ვერ არგებენ, აი ახლა ფორმულაზე და TV პირველზე მიდის საჩივრები, აი 37 წელში რო იყოთ ასმენები 1000 რაღაცას უგორებენ და ამ დროს აი შეხედეთ ახლა სეზონი TV, აი აქვია, იმის აქვია, კანდელაკის ტელევიზია, რომელზეც ეს ჟავანაძე მიმდღეს მაგალითად გამოფინა რუსეთის დროშა, ოკუპანტი ქვეყნის დროშა. და სეზონი TV-ს მისცეს კომუნიკაციების კომისიამ რუსულად მაუწყებლობის უფლება თუ რაღაც ახლა. აი წარმოიდგინეთ რამხელა ღალატია. მაშინ როცა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს სწორედ თავისუფალი მედია წარმოადგენს, საქართველოში იხურება ტელევიზიები, მედია ორგანიზაციები, კრიტიკული ხმის ჩახშობა კი ქვეყნის მომავალზე პირდაპირ ისახება. ზოგადად მედია ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონული მედია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. უწევს ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება და ბოლო წლების მანძილზე თუ შევხედავთ ბოლო 20 წლის მანძილზე ეს არის პირველი შემთხვევა რომ ძალიან ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მედია საშუალება უკვე შეაჩერა მუშაობა მათ შორის ტელეკომპანია ბორჯომაც. არადა რეგიონული მედია დღეს არის მაინც ადგილობრივ დონეზე ერთადერთი პლატფორმა ადგილობრივი თემისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ამ ადამიანებს ისაუბრონ საკუთარ გამოწვევებზე, პრობლემებზე, კონდეთ შესაძლებლობა ღიად გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მათ შორის მედია ის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მათი უფლებების დაცვაზე. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ამის შესაძლებლობა ბევრ მედიას უკვე აღარ აქვს, რაც დემოკრატიას ბუნებრივია, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უშლის და რაც მთავარია, ნელ-ნელა ქრება ეს სექტორი ქვეყანაში. მედიის გარეშე გამორიცხულია და შეუძლებელია და ვფიქრობ, რომ რაღაცა ამ კუთხით უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერება, საერთაშორისო დონის ჩართულობა, მხარდაჭერა, თუმცა ამ კანონების ფონზე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოდ და იმ საქმის შესრულება, რასაც მედია აქამდე ასრულებდა. ცენზურის პირობებში მედიის მუშაობა რთულია, თუმცა სპეციალისტების პროგნოზით ჟურნალისტიკის მომავალი ერთდროულად დგას როგორც გამოწვევების, ისე ახალი შესაძლებლობების წინაშე. ერთ-ერთ მაგალითად კი ციფრული პლატფორმების და AI ხელსაწყოების გამოყენება მოჰყავთ.